დღეს ოპოზიციის შეხვედრა იყო ერთი ნაწილის და იქ პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა ისევ და განაცხადა რომ ძალიან დადებითი გამოხმაურება მოყვა ტელეფონების თუ აპლიკაციების არჩევნების ჩატარებას რომ სამ ადამიანს ველოდებით რომ ჩამოვიდეს საქართველოში და რამდენად რეალურად განიხილება ეს მე ჩვენ მონაწილეობ ამ პლატფორმის მუშა პროცესი მიდის მე ჩემი პოზიცია ყველა მიდის იქ რომ ტელეფონებით შეუძლებელი არის ამის გაკეთება აქ ასაუბარი პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პლებისციტით როგორ უნდა ჩატარდეს არა უბრალოდ პლებისციტის თემა არის სამართლებრივი მექანიზმი ჩემი პოზიციაზე ვლაპარაკობ ამ დროს და არა ყველა ჩემი პოზიცია არის ის რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აღიარებენ და ზოგი აღიარებს, ზოგი არ აღიარებს. სხვა რაღაცა მინდა გითხრათ. უბრალოდ რა, ჩემთვის მნიშვნელოვანი. როგორ ხა ლელო არ აღიარებს და ლელოს წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ხა როგორ დავიჯერო, ხელფასი ერიცხება ყველაფერი. ესე იგი აღიარებს. ანუ ორმაგ სტანდარტთან ამოხსნა. მე არ ვიცი, ეს მათი პოზიცია არის. ამიტომ ვიძახი, ხო, თუ არ აღიარებ გახარიას პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში და მანდატები არ ამიტომ მე ვერავის ეს მათი უფლებამოსილებაა, მათი პოზიციებია. ამიტომ მე ვიძახი, თუ არის სამართლებრივი გზა რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწეროს ხელი და მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები პლებისციტის სახით მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თუ მათ არ მოგცეს უფლებამოსილება ხელმოწერაზე ხო ბლანკებზე ბლანკი თუ მოგცეს 200.000 ხელმოწერა უნდა მოაგროვა კამპანია უნდა ჩაატარო მე პარლამენტმა უნდა მთელი პროცესია მთელი ორთვიანი რა თუ ამაზე მიდი ეს არის სამართლებრივი გზა თუ არს გეუნებიან ამაზე ხო და ყველაფერზე ვართ ეს ხო გამოჩნდება რომ რაც ნიშნავს მაშინ შეგიძლია შენ თვითონ შეაგროვო ხელმოწერები მაგრამ მე მაგ ესეთი მაშინ პოზიციები დათქმა პატრიოტ ალიანსმა თავის ძოზე მილიონი ხელმოწერა შეაგროვა და მე რა არა, მაშინ ქონდა საკითხი არ მაქვს მილიონი CS:GO-მ ვარი უთხრა და მათ მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს. ამიტომ ვიძახი რა, თავარი არის რომ სამართლებრივი ბერკეტი გამოვიყენოთ, თუ სახელმწიფო არ მოგცა ამ ბერკეტის გამოყენების უფლება, მე სხვა თემა. სახელმწიფო უნდა აღიარონ, სახელმწიფო ხელისუფლება მანამდე იმ პარტიებმა. თქვენ გასაგებია პატა, თქვენი პოზიცია, მაგრამ იქ არის ნაციონალური მოძრაობა, ნიკაბელიას პარტია, რამდენად წამოვლენ ამაზე. გავიგე, მაგრამ მათი პოზიციას ახლა გეუბნებით. არა, სამი სეგმენტია პარლამენტის არჩევნების აღიარების. ეს არის მანდატი, ეს არის დაფინანსება ცენტრალურ საარჩევნო კომისია. ლელომ აღიარა ცენტრალურ საარჩევნო კომისია. წარმომადგენელი ყავს. გახარიანემ აღიარა სამივე სეგმენტი, ხო სწორია? ორმა პარტიამ არ აღიარა გვარამიასი და ნაციონალურ მოძრაობამ, ხო არც ერთი სამივე სეგმენტი. ეხლა ეს მათი სუვერენული უფლება მე ჩემი საქმე არ არის. მე ვიძახი ერთ რაღაცას, რომ დაქსაქსული როცა არის, ეხლა ვერც ერთი დღის წესრიგზევილი და ვერც მეორე დღის წესრიგზევილი. ამიტომ რაღაც კომპრომისი უნდა მონახო, ხო? არ შეიძლება ეხლა ის იყოს მართალი ან ის ხო? ეს მათი უფლებამოსილება, მათი პარტიის გზა. მე მიმაჩნია რომ იგივე თქვა კომისიას არ აღიარებ. გავიგე. მაშენი გზა არის. გირაოს რატო იხდი მაშინ, ხო? ეს სასამართლო ხელისუფლება იხდი ზოგი არა იქაც. ერთი წუთი. მათი უფლება, ბატონო ვახტანგ. ხო, მაგრამ არა, სხვა რაღაცას გეკითხებით. ოპოზიციურმა ამორჩეველმა ხო დაიბნა ეს ხალხი ერთ-ერთ სამოსნოურებს. იმიტომ დაიბნა, იმიტომ არის ოპოზიცია წედღეში დაბნეულია ხალხი. კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, მათი პოზიცია გადაიხდიან თუ არ გადაიხდიან. ეს მათი არავის არ ვაკრიტიკებ, ეს საადაო საკითხი არ უნდა იყოს ინდივიდუალურია. მაგრამ არ შეიძლება ერთ სეგმენტში აღიარო და მეორეში არ აღიარო. ციხეში ჩაჯდომა რაღაც შველის ისე თქვენი აზრით. ეს მათი არა, თქვენ როგორ უყურებთ? არ გადავიხდით ციხეში მიდიან. ერთი წუთი კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. ის ვინც წავიდა ციხეში, მან არც ერთ სეგმენტში არ აღიარა და კაცური პოზიციის მესმის. არ მესმის თემა, მაგრამ შემიძლია გავიგო, ნაწილს რო აღიარებ, ნაწილს არა. ანუ გაგების დონეზე გაიგეთ. ხო, გამედია. მადლობა, პაატა თავით აიარს.